მოგესალმებით მეგობრებო, შეუცვლელად დეითობანა, შეუცვლელად -1 ბარში ვიმყოფებით და შეუცვლელად გემრიელად მიირთვით, ვინც მიირთმევთ, ავიცი, როგორც ხართ და ასე შემდეგ. მოკლედ, დღეს თუნდაც ყავს ბატონი ირაკლი. მოგესალმები ირაკლი. გამარჯვებით. და მარიამ. გამარჯობა. გამარჯობა მარიამ. როგორ ახართ? ჰაი. Привет. რავი, კარგად შე? მე მეკითხები ეს თუ რომელს ორივე. შესანიშნავად შეჯერობით. ძალიან კარგი. ახლა კითხები წამოვარდ. ვინ ახართ, აბა, გითხრათ რა საქმიანობთ, რა საკეთებთ? ვის უთმობ? რას უთმობ? გოგონამ დამითმოს ჩემი დაწყება. დამითმია. ასპარეზი. ნუ თუ ეგრე რავი. ვარ მარი. ასაკი ვთქვა? კი. მარი 26-ის 26 წლის ვარ. 26? ასაკი ანუ ეს რეაქცია უნდა იყოს. გავიზარდე კი. რავი, ბევრ რაღაცებს საქმიანობ. ნიღბიდან რო იწმენდა ტრემსაც. კი ბატონო. ვითომ ვცდილობ პრობლემ სახიობო. ვითომ. ოჰო. ვითომ იუმორისტი ვარ, აგერ ეცოდინება ერთ პიროვნებას. აჰა. და რავი, ესე ვარ, გემრიელათა, კარგათა და რავი. აჰა, ანუ მსახიობი ხარ, რაში მიგიღია მონაწილეობა? მაგალითად, ამე კასტინგი გქონდა? კი, როგორ არა, ანუ ის ბოლო პერიოდი ესე ვთქვათ, ის მეორე წელი დაიწყო ალბათ, რომ სხვა გადაღებებზე ვარ, მასოვკა და ბოლოს სხვა შორის. გერმანულად ლაპარაკობენ მაგ გადაღებებზე? ია, ისინი არისო, არა. არა. არა, ძირითადად უფრო შალომი. ახლა აღმოსავლეთ. არა, უარეს გეტყვი, შალომი და ეგენი იყო. ვი? შალომ რა, იბრითული რაღაცები. ანუ ბოლოს სხვა შორის თითქოს და როლი მომცეს, მაგრამ რაღაც ბოლო მომენტში წამართვეს, სხვას მისცეს და რავი. კლაპამდე არ მიესული. ბოლოს რაზე იყავი, ანუ რის კასტინგზე იყო? ბოლოს იყო, ეხლა არ ვიცი დეტალების მოყოლა შეიძლება თქვა, მაგრამ ეს ზოგადად მოუყვები, რომ პროსტა მასოვკის თემა იყო, მაგრამ ისე დაივთხვა, რომ ანუ რეჟისორმა დამინახა რა და ეს დამიძახა რა, მოდი ერთი წუთიო რა. ხო, ისე რა ხარ? Excuse me, come here რა, მივედი რა. თუ ის თქვა, გაიყვანეთ გარეთ. გონი ბოლოს ეგრე მოხდა ზუსტად, იმიტომ რომ ტექსტი წამაკითხა, წავიკითხე. და მე ანუ აიყვანეთ რაღაც ფორმა მიეცით რომ ანუ გამოიცვალოსო რა ანუ დააცვია რაღაც ნორმალური ჩააცვია ნეტარაცია просто ჩასწეც აიყვანეთ ანუ ავიყვანეს რომ გამომიცვალა უკვე და ისე მოხდა რომ ანუ მე გამოირბინა იმან გონი მან მომუშავე გოგომ და აღარაო ჩააცვთა მასოვკის ფორმაო და გამოირბინა როგორ ჩაგიქროლა როგორ ჩაგიქროლა ხო ქორივით ჩამიქროლა რა და ის წამართვეს როლი. წაგართვა. მან წაგართვა, ვინც შემოირბინა? არა, მან. ანუ როგორ ტიპი იყო, იცი ფორმებზე და რაღაცეებზე რემოშებია რა. და მასე მოხდა, რომ ესე წამაგლიჯეს ხელი. ვაუ. ოკეი, ანუ რა როლი მოგცეს ბოლოს რა ითამაში ისე? არაფერი, просто დავბოდი. აკეთე დავბოდი რა ვითომ ვიღაცას სახიობი ვარ ეს რა როლი მოგცეს არაფერი დავწყებით ხო დეითინგ ისტორიაში როგორ ხარ ანუ პაემნებზე დადიხარ არ დადიხარ ბოლოს როდის იყავი რატო იყავი ბოლოს კაი კითხვა დამისვან დეითებზე ძირითადად არ დავდივარ ხოლმე მაგრამ აგზავნი ვინმე? ბიჭო, მანდაც კასტინგის გავდივარ. ხან მიმართებს. მოვა. ანუ მაგაშიც არის, ხან მიმართებს, ხან არა, მაგრამ ბოლოს ვიყავი 1 წლის წინ რა. 1 წლის წინ. ასე ვთქვათ, ხო და დავი, ავით ესე მალე. ასე ვთქვათ. ავით ესე მალე, რატო? დავი, ვერ ვიგზენი თავი, რავი. კომფორტულად. რატო? და ანუ როგორ გითხრა იცი, ვიცნობდი მაგ ტიპს დიდი ხანია ვმეგობრობდით და უცბად ისე მოხდა, რომ ანუ სასეირნო დამპატიჟა, რავი, გავედი და ისე უცნაურად და ისე
სუდად ვიგზენი თავი, რომ რაც ანუ გამოქცევაზე ვიყავი. განა რამე დისკომფორტს მიქმნიდა ეს ბიჭი, არა. იმედია რომ ნახავს, რავი, პირადად არაფერი არ მიიღო, პროსტა ჩემში არის პრობლემა. როგორც კაცები იტყვიან ხოლმე, შენში არ არის პრობლემა ჩემში. როგორც კაცები იტყვიან. მე არ კაცებს ეუბნებიან მაგას. შენში არა პრობლემა, შენ კარგი ხარ. უნოს კარტი გავაძრე, ესე ვთქვათ რა. ოკეი. ამიტომ ვერ ამეთქი და ავით ესე მალე. კი ბატონო, გასაგებია. და ახლა ბოლო პერიოდში არ დადიხარ ხო? არა, ბოლო პერიოდში არა. და ზოგადად ან ვინე მოსვლა ბიჭი გასაცნობად? კი. 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 კი, ძალიან კარგი იყო. კი, იყო. სხვა შორის იყო შემთხვევები, გამიხარდა ესე იგი კიდე ხოცევა. აჰა. ანუ მე როგორ იყო? რავი, მოვიდა და ძმა. ხუში ჩიმა. რო გამატარო. შეიძლება რა. რავი, ერთხელ ბიჭი იყო. ბოლო ხარ. ანუ როგორი თემა იყო იციან? ხო ხდები, როდესაც აი ისეთ ფორმაში ხარ და რომ აი უცბად მაღაზიაში რო გარბიხარა და ბომჟივით რო ხარ ხოლმე 15 სპორტული და ყველა რო გიყურებს მაგ დროს. ხო და მაგ დროს მოვიდა. უფროსი რო გნახავს, აი კი. ძველი კლასელები რო გნახავენ, აი ისეთი ხალხი. ამრიგებელი რო გნახავს და აუ ეს გაბომჟდა და კი, ისეთი მომენტი იყო, სხვათა ოღონდ აი თუმცა არა ნორმალურად მეცვა ასე თუ ისე რა. ნორმალურად გამოვიყურებოდი, მეგობრიდან მოვდიოდი სახლში რა და თვითონ მეგობრიდან. თვითონ მეგობრიდან ხო კი აი კერძო დიდი მეგობარია და შევიკლებ მეგობარს. ხო მეგობრის სახლიდან მოვდიოდი, კი ბატონო რა. ერთი დიდი მეგობარი ყავს რა სამეგობრო და შედიან და ვარა მაგარი პარტია. კი ბატონო, ხო. ხო და თავზე აჯდებიან. კაი მაცანი. ხო და ანუ ტიპი მოვიდა ჩვეულებრივ ახლა გასაცნობად ისა რა. ანუ იქვე ხო? ანუ გარეთ რო ვიყავი გამასული? ხო, რომ გამოვედი რაღაც უკვე სახში. ნაგავი გიჭირავს ხელში რაღაც. არა, სხვათა შორის, ეგ პროსტა გამოვიყვანე მაგალითად, უბრალოდ. შო. თორე ისე შემხვდა რა ვიღაც ტიპი და დამიწყე რაღაც ლაპარაკია, ანუ რამდენი სიხარო რაღაცაო. სტუდენტობას დამიწყე. რამდენი ხო, ეგრევე ნაჯახა რამდენი სიხარო. რომელი გოდახა? შენ. ისიჩუ ძივიცო ძივინოსა ძევით მეთქია. აი. ოკეი. 19-იანი, ну მოკლედ, რაღაცები. ველაპარაკავით თომ სასწავლობო, რაზეო? აბა. სად მიდიხარო? ფეხიზომა რა გაკო, რავი, ყველაფერი. რა ფეხიზო? 37. 37. რა ვიცი რა. შენ რა გეწყინა შენ? ეთქი 47 სიტყვის. ბედი უნდა ყველა. არ მინდა ის მოვიდა ხა წავალ ახლა. ხო და რავი, ანუ მე კი ისე დაივთხო რომ ძალიან ბავშვი იყო ჩემთვის რა, ანუ ასაკით. უმცროსი იყო ბევრად? კი, ბევრად უმცროსი იყო, როგორც მივხვდი, ანუ 1-2 წელი იქნებოდა რა. 4-5 წლით უმცროსი. კი და მეთქი ბოდიში ჩემის აი კარონა ფრაზა გავაძრე მეთქი შეყარებული მყავს ბოდიში და წავედი. ანუ მაგას რო იყენებთ ლოგოები, ესე იგი უმრავლეს შემთხვევაში არ ყავს შეყარებული. კი. ბოდოგოება ბოდიში. გავამხილე. ანუ შენზე უმცროსი როდესაც არის არ გინდა ეგ. არ გინდა ურჩია თუ რავი როგორ გითხრა ანუ გააჩნია ეხლა მაგალითად ტიპი ძალიან ანუ პიროვნება ძალიან რომ მომეწონოს რა ანუ ხო ეხლა ვიზუალი ხო მე კლასში გადადიოდეს ხო კიდე არა რა თქმა უნდა აქვს ეხლა ფურობის გარშე შევხედოთ მაგას ეხლა კი არის რაღაც ლიმიტები რა ანუ სიტყვაზე ჩემზე მაქსიმუმ 3 წლით რომ უმცროსი იყოს კიდე შეიძლება თვალი დავხუჭო ალბათ არ ვიცი ჯერ მაგდენი ისეთი არ მქონია age gap-ი რა უფროსი ეკითხე. შო, კი ბატონო, გასაგებია და უფროსებზე რას ფიქრობ, ანუ რამდენი არის ზღურული? ველოტი არის ყასავალი. აპოსა ნიძლავი მაქვს, ჩემს მასთან. პანიკური სიცილი იყო. ჩემს მასთან მაქვს ნიძლავი დადებული და ველოტია, შენც გეცოდინიო. ველოტია რა და ეხა იმთეს დავცინი ხოლმე ველოტი ხარო, ეხა რა ვქნათ ეხა დები დავცინი ძმებს ხოლმე. რატოა დასაცინი მელოტობა? პროსტა მე დავცინი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ვარ, ხო ხდება. ცუდი ტიპი ვარ. დავცინი ხოლმე და ერთხელ მითხრა რომ ეხა ღმერთ მაქნასო, აი გისურვებო რომ მელოტი შეყვარებული და ქმარი ყავდესო რა. და ნიძლავი დავდო, მეთქი არ მიყოლებ. ოკეი. ამიტომ არა. ვაი და შეგვიყვარდეს. არა, აი პრინციპის საკითხია ჩემს მასთან რა. არაფერს გაარგერჩით ისევ. ოკეი. აი ესე იგი მელოტები ეზიზღება 3 წლით უმცროსები. კი ბატონო. ოკეი, ანუ
ბოლოს როდის მიწერე შენ ბიჭს? ბოლოს? თუ იყო ეგეთი რამე საერთოდ. ჩავი ბოლოს მიუწერე ერთს ფულის დაბრუნებას. უავს როდის მანდამიბრუნებ. შიჩი. და იმანი ფიქრობ უჩვენ მეფლირტავებაო და ზუსტად ესე. ჩვენ ხო დავშორდით, კაი რა. რა ვალიტო. არ დაიწერა თო არ იმასკენ. შემარგე. ანუ ვინმესთან ურთიერთობა გქონდა და მე თუ უბრალოდ ვიღაც ბიჭი იყო? მოდი არ დავაკონკრეტებ. ოკეი, კაი, კი ბატონო. ვარი დაგიბრუნა? კი, სპატეშარის ბრუნა. ოკეი, კაი, მოდი ირაკლისთან დავბრუნდეთ. ირაკლი, აქ ხარ კიდევ? ფიფ იფშო, ანუ ვარ ხარ. როგორ ახარ? ჯანმრთელად თავარია, იმიტომ რომ თავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი. ბავშვი არ ვარ, მაგრამ კარგად ვარ რა. ჯიგრულად ვარ. ჯიგრულად. რაფერი არ მიჭირს საერთოდ. სლატკად არის. სლატკად არის. ოკეი, კაი, მაგას თვალებზე შევატყუთ, მაგრამ კაი. ირაკლი. აბა. ვინ ახარ? მე ვარ ვინც ვარ. ასე ეს სამოძრავია კარგი. ირაკლი ვარ რა. ზესტაფონიდან ვარ, ეს საუცილებელი ის. ზესტაფონელი ხარ. აბა. მაგრამ შენ საიდან ხარ? წარმოშობით აფხაზეთიდან. აფხაზეთიდან. აი, ელაგაკი. კი ბატონო, ზესტაფონი. კი, ზესტაფონიდან ვარ, ავი. რა გაინტერესებს კონკრეტულად ახლა ეგრე ვერ ვიტყვი ახლა. არ ზოგადად, ანუ რას აკეთებ? აი, რას ვაკეთებ? ვინ ხარ? რო კითხონ, რას უპასუხებ? არა პროფესიონალი მსახიობი ვარ, მე. არა პროფესიონალი მსახიობი. ჯიგა, კაია. ცადე თავის დროზე. საჩუქრა. ოპო ბიჭო. როგორო? ოპო. თავის დროზე ცადე სხვათა შორის მსახიობა, მაგრამ მითხრეს რომ არაო ბიზიაო. ტუალეტი იქითა? არაო. ჩაიცითო. არა, ბიზი ტუალეტი იქითა. შემდეგ ჩავაბარი იურიდიულზე და ესე მოვხვდი რატომღაც ისეთ სფეროში, რომელიც სინამდვილეში მინდოდა. კაი, შენ მითხარი, მომიყევი, რამდენად ხშირად დადიხარ ზოგადად პაემნებზე, ბოლოს როდის იყავი, ვისთან იყავი, რატომ იყავი და ასე შემდეგ. ბიჭო, როგორ არის იცი? არა. ძალიან იშვიათად. არ გეცოდნევა ხო? ძალიან იშვიათად დავდივარ პაემნებზე და თუ დავდივარ, მგონია რომ პაემანია და სინამდვილეში იქეთა მხრიდან არ არის პაემანი რა. აჰა. ანუ უბრალოდ კომუნალურობს იხდის. თუ შეიძლება რომ ჩამირისხოთ რა. ყოფილა მცდელობები, არა. დიდი ხანი არ ყოფილა, ბოლოს შეყოლებული ყავდა კომუნისტების დროს. ბრეჟნევი რომ აღესრულა, ბრეჟნევი ხო არ იყო? არა. ტუჩებში კოცნა იგი იცოდა, მაგრამ დიდად არ ვარ მოხიბლული კაც რო ეკოცნება ტუჩებში და. ანუ ძალიან დიდი ხნის წინ ყავდა პარტნიორი. კი. მაგის შემდეგ ასაც ქვია ორმხრივი თორე ახლა. მაგის შემდეგ ქრაშვები და მსგავსი ქრაშვები? ქრაშვები რა, როგორ დაქრაშავდა რომ მოგწონს, კი რომ მოგწონს. ხო იცი გოგო? ხო და გულში რო ჩაგევარდება აღიხსნით. ეწამით. ხო და ანუ ქონია ეგეთი ისტორია რომ აი რაღაც დროის პერიოდი ერთად ხართ, რაღაც მიმოწერა, მაგრამ ან თლად ურთიერთობას ვერ დაარქვი. ზუსტად. ხო, მაგრამ მქონდა ეგ. კი, გაცვი. როდის მქონდა? ამა წლის, რავი, 1-4 თვის წინ რა. 4 თვის წინ. კი. რამდენი ხანი გაგრძელდა? 4 თვის წინ მეთქი, არ გაგრძელებულა საერთოდ. 1 თვე არ მოვხდი. 1 თვე. თვე ნახევარი არა. ნახევარი უკვე ვიკოწიწებოდი რა. რატო ვერ შეეწყოთ შენი ასეთი? აი, ვერ მივხვდი. ვერ მივხვდი. თითქოს იმასაც მოწონდი, თითქოს რა ვიცი, დაინტერესებული იყო. ხო და არა, ეგ აი ვერ შევატყავდა კიდევ ვიღაც ტიპები. მაგას თუ შევატყავდი, უკვე ახლა ახლა აღარ მინდა მე. აღარ მინდა მე თამაში. მე ისეთი ვარ, საერთოდ მე. ან ერთი ან არავინ ვსიო მოჩება. ან ერთი ან არავინ? ვაუ. რამდენი წელი არის დასაშვები, აი განსხვავება ასაკში? მაგრამ დავსვი შეკითხვა. საუკეთესო შეკითხვები 5-9-7. აი წერეთ ეს. როგორ მეკითხები, ანუ ბიჭი რამდენი თუნდა არ ვიცი როგორ გეკითხება, რას დავაგდე. რაღაც მოგივიდა. კითხვა ვიღეს და დავიდაგიდე. სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვარ და ვიღაცას დაიყარე. რავი. ძალიან დიდიც არა, ახლა 14 და 50 წელი არა. 5-6 რავი. 5-6. ანუ 8 წელი განსხვავება?
კაი ხო, კი. კაი ხო ჯანდაბას. კაი ხო. მარი. ბატონო. შენი აზრით რა გაქვს ესეთი განსხვავებული, რითაც შეგიძლია მოხიბლო ბიჭები? განსხვავებული? ნუ აი რითი შეგიძლია მოხიბლო რა. მამრები. სიმართლე რო გითხრა არ დაუკვირდები. მამრი ხარ აბა რა ხარ? აა ძირითადად კომუნიკაციაში რო შევდივარ ხოლმე. საპორტი ხარ? ანუ რო ვლაპარაკობთ ხოლმე. ბატონო ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. კაცი რა და შეიძლება მე და გეკავშირებთ. ანუ თავი ძირითადად კომუნიკაციაში რო შევდივარ. ანუ საუბარი გიყვარს ზოგადად. ხო რა ხუმრობა საუბარი და რაღაც და ისე იკერებიან ხოლმე ალბათ არ ვიცი. ბიჭი დაგიკერია ისე? დაუნებურად ალბათ კი. შემოეკერა. არ ვიცი, ალბათ კი. ირაკი. დიახ. შენ თუ დაუფრენდზონები ხარ? ძალიან ბევრჯერ. ძალიან. აი, ვერ ვითვლი ანუ. ბოლოს როგორი იყო? ეგეც არა. ბოლოს როგორ იყო და ძალიან მომწონხარო, მაგრამ ჩემზე უკეთეს იმსახურებს სტანდარტული ფრაზა რა, აი რა გიგვირს ახლა. აი ესეც რაღაცას მეკითხები რა. ჩემზე უკეთეს იმსახურებს. აი, ყველაზე მაგარი ფრაზაა რა. როგორ? პრობლემა შენში არის. ეგ ჩემი საყვარელი ფრაზა არის რა. პრობლემა შენში არის. ზადარ ვარ და ერთ თვეში აი ესე იმიტომ რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს გამოსირებული. უფ, ტერს. აი თქვენ მაგალითად. წავდე ქვეყს. თქვენ არ ახართ გამოსირებული. ოკეი, რა ვიცი, ანუ ამ მდგომარეობით მოდი შევაფასოთ ერთმანეთი, ცერათითის მოძრაობით ზემოთ ქვემოთ. მოგეწონათ თუ არა? კეისარევით. შინაარსობრივად ახლა რომ მოусმინეთ ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ? კარგი ტიპია თუ ტიპია? მარიამ შენც გამოწია ხელი და ცერათითი 1 2 3 შევაფასოთ. ოკეი, ჩამოწიეთ ხელები. შეგიძლიათ მოიხსნათ ეგ? ჯო? კი. ახლა მამლუქი უნდა გავაკეთო ხო ის? ვიცანი. აი, საპორტი ერთად მუშაობთ. გვერდი. ეს არის ხო მარიამ? კი, ეს არის მარიამ. ეს არის ირაკი. ესე დასალევებია ხო? კომუნისტების დროს რო იყო. კომუნისტების რო იყო? ხო. ოკეი. რა იყო? ის რო იყო. იუმორში. მაგ დროს იყო კიდე. სცენაზე თვითონ 6 წლიდან დგავარ. 6 წლიდან დგახარ სცენაზე? მართლა რასაკეთებდი? ფეროდი გალობდი, უკრავდი რა. ფეროდი გალობდი, უკრავდი. ერთდროულად არა ხო? ოკეი. თუმცა გამორიცხული სარიქია. ანუ სიმღერის ნიჭი გაქვს? კი, მეუბნებიან რომ ძალიან გაქვსო და ძალიან გაქვს. ძალიან რა? წინ რა სიტყვა გასწავლე? ძალიან კარგი სიმღერის ნიჭი გაქვს. ძალიან გაქვს. რა არ მოგწონთ ან მოგწონთ საპირისპირო სქესში? დაიწყე. აი, რა არის შენი ეგრეთ წოდებული red flag-ი? ჩემთვის მაგალითად ყველაზე დიდი red flag-ი არის მაინც დაქალები რო უფრო მეტი ყავს ვიდრე ძმაკაცები რა. ჯებს. ოკეი. ანუ მართლა უფრო ძალიან ბევრი დაქალი რო ყავს და ძმაკაცები. რა იქნება არ არის ეგ დაქალი? უბრალოდ სექსი აქვს. ხო. უბრალოდ ხო რაღაცა ხო ისე. არა. ხო, ახლა მეზარება ეს სექსი კონდეს. დღეშინ. დიმასაცალია დღეშინ. ხო და ეს ეგ ასაგები ეს ბევრს აქვს ხო შორის კი. კი ბატონო. ალბათ ლეგიტიმურია ხო? კი, შემდეგი არის, ანუ მავნეთ შევა ოღონდ როგორი იცი, ანუ სიგარეტის მოწევა და იმაზე არ მაქვს საუბარი რა, ანუ ხაღალს რო ეწევა უბრალოდ. ხაღალს რო ეწევა. ან ბიჩოქს. ბიჩოქს რო ეწევა. ხონი ეგეთ გამოსtildeება. ახალი. იყო ეგეთი მომენტი. ანუ სიგარეტის მოწევა არა და რა? სიგარეტზე არ მაქვს პრობლემა. ანუ უფრო ცუდი ჩვევებზე. უფრო ცუდი ჩვევები მაგალითად ნარკოტიკები. ხიხიები. ეგ ერთი, მადლობა ღმერთს ასე ვთქვათ, არ მქონია მაგასთან შეხება და ეგეთ პიროვნებასთან, მაგრამ დალევა, ანუ ძალიან ნორმა რო არის სიან ხოლმე რა.
ანუ შეგიძლია დალიო რაღაცა უნორმოდ რო იციან დალევა ხოლმე. არ მინდა მადლობა. ბედა. არა. ცოტა. ოხომ რომ მიკმინოს კი წავიშალვა რა. აი. და თამაშები რა. თამაშები. ხო. ოკეი. ეს 2, ეს 3 რაღაცა რა. სხვა დანარჩენზე 3 ვთქვი. 3. დალევა ვთქვი. დალევა. ისა თამაშები და დაქალები. ოკეი. დუკი ხალები. ძირითადად ესენია. ხო, სხვა დანარჩენზე კი შეიძლება. აი რაღაც პატარა დეტალები არ გაქვს, რაც არ მოგწონს. იქნება უეჭველი აღარ ისეთი გახსენდება. არაფერი. ხა, ვერ ვიხსენებ მაგალითად, მაგრამ სხვა ესე ვგონია, რომ რავი, საუბრით და ოკეი, კაი, პირიქით მაშინ. ჩემში რა არის? არა, რა მოგწონს? რა მომწონს? აი მოსმენის უნარი რო აქვს რა. ოღონდ როგორ? ყურთასმენა რო აქვს. ხო, აი რო ანუ არ უჭირს რა. ხო, რა ორივე ყური რო უარგა და გაჭედედი რო არა და რო ესმის. ხო. ხო. ავითარ. გოგოსთვის თუ გიკოცნია? არა. არა. არა თუ არა. არა. აი, ირაკლი. ჯერ. შენი რეფლეგები მითხარია? რა არ მოგწონს ქალბატონებში? როგორი ქალბატონები არ მოგწონს? ალქაჯები. ოღონდ სალემის მკვიდრები არ. ალქაჯები? ალქაჯი და უთავხედი და უზრდელი გოგონები არ მოგწონს ძალიან. იმიტომ რომ ოკეი. აი რო იგინებიან. გოგოში. ან რო მოდიან და ის რამეზე რო გააცინებ და უჩავიჯვი და ეგეთ რაღაცას რო გონები. საშინელება. ძალიან თავხედი გოგონები არ მიყვარს. ხო, არა, უზდელები ზოგადად არ მხოლოდ ქალები, კაცებიც არა. კი, რა თქმა უნდა. ან დადებით ენერგიას არ იწვევს ახლა. არავითარ შემთხვევაში. როგორ გითხრა? კიდე რა არ მოგწონს. ვინახავს კადრები ისე რომ იგინებიან ქალები და არც თუ ისე კარგი საყურებელია. არც მოსასმენი არ არის, არც საყურებელი. არ უსმენ ხოლმე? მე პლეილისტში მაქვს. ხო არა შაზამებს. ვისი გინება ეს? კიდე როგორები? ცხოველები ისე ანუ ქალმა რო ეგრე რაღაცა ცუდი გითხრას ან შეგაგინოს რა. ანუ რაღაც რეაქცია გექნება? და აყლავ. ბიჭო როგორა იცი ანუ მე ახლა ანუ არაფერს არ უზამ ალბათ. ხო არა ფიზიკურად რა თქმა უნდა. ფიზიკურად არაფერს არ უზამ ალბათ რომ მაგარია. ალბათ რა კარგად თქვი ალბათ ხო ჩაფისვიეს. ხო არა ფიზიკურად ნამდვილად რა თქმა უნდა. არანაირ პრაის გამართლება. ყოველთვის ანუ არავის არ მომართლებ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ვიღაცის ადგილას სანამ არ აღმოჩნდები, მანამდე ვერ მიხვდები იმად რა განიცადა. ანუ ხო ხვდები? შეიძლება ისეთ რაღაცა შეეხო, რომ ანუ იმას შეიძლება ანუ რაღაცა და მოუვიდა რაღაც. მე არა. ხო, ოკეი. ხო ხვდები ანუ გასაგებია. ნუ მაგრამ მაინც ფიზიკურად არა. არა, ეგ არა. თუმცა რავი ანუ გოგო იქეთ ეს შეიძლება. ქართველ და კავკასიელ კაცს რო ვიღაც შეაგინებს, ანუ რაღაც უპრეაქცია უნდა გქონდეს ახლა, რა ვიცი, უბრალოდ დიდი მადლობა გინასწორდა რომ შეიეროს, ხო, ან ლაზარე ხო არ არის მაგალითად, რა ვიცი. ლაზარე ჩვენი ხო? ხო, კაი, ანუ ეგ გავიგეთ უზდელები, კემეტი. ასევე ვერ ვიგუებ ადამიანს ზოგადად და გოგონებს მით უმეტეს რომ მეტად ცხოველები არ უყვართ, იმიტომ რომ ცხოველები არ უყვართ. იყვარს ცხოველები? კი. რომლები? კატები. წითელი, შავი, რიჟა კატები. კატები იყვარს ან? შენ? რიჟაკა და სახლში ყავს ბიჭებს მაგალითად და გავზარდეთ აი ხილე ხობეთერი გოთარი და იზია ხო? არის უკანი ძალიან. და ჩემს ხელებსაც ეთყობა და 1-2 სამჯერ. ოკეი, კიდევ რა არ მოგწონს? რა არ მომწონს? დიდი ტრაკი მოგწონს? რა არ მომწონს? ეს მოწონებაში გადავიტანოთ თუ არა, არ მომწონს. არ ზოგადად კითხე რა ვიცი რატო ავიდე თავი ამ კითხვას ვერ ვუძი. კი ან ანუ ახლა რა არ მომწონსო და ანუ არ მომწონს ეგრე არა ვარ იმე რა მაგარია და დონდო დაკები. ეგეთი არა, ეგეთი რაღაც ქართულებები არა მაქვს, მშვიდობა მაქვს. გავს ისე არა. რავი. უზელები ვთქვი, გადაცხოველები რა არ უყვარს ეგ მაღაზიანებს. აჰა. და აი როგორც მარიამ აღნიშნა, ზუსტად ეგეთი გოგონები მაღაზიანებს. როგორები? ოღონდ პირიქით ამ წარმოიდგინე, გოგოს ყავს უფრო მეტი ძმაკაცი. ოკეი, კი ბატონო. რამე ინსულტი გაქვს? ინსულტი დაგესწავლა. გამოიძახეთ სტრაფო.
რაიმე ცუდი პაიმანი ხო არ გახსენდება თუმცა. აი ის მეტი რა მახსენდება. რაღაც უიღბლო ან მაგრამ ზოგი არ ღირს გახსენება. საცილო, რა ვიცი. ერთხელ ვარ რესტორანში რა. მე ნოსტრადამუსი. შეუკვეთე 99 ხინკალი. არა, მაგდეს არ ჭამდა სამწუხაროდ. ხო, ის დამავიწყდა. რეგებში დამავიწყდა. გაზი დამშე ჩართული წაი. აი, გოგონებს რომ მაგრად ევასებათ, ჭამა ეგ მევასება და აი თავს რო იკავებენ, ეგ არ მევასებენ. თავს რო იკავებენ? აი, პირველ პაიმაზე რომ აი პირველ პაიმაზე რომ მოდიან და მე არ ვიტყვი. არა, დაანებე თავი რა გინდა ბავშვთან. შაურმაზე ვიფიქრე რა. შაურმაზე. დონე. ხო და მოკლედ რესტორანში ვართ. რესტორანში ვართ. კაროჩე და მოკლედ. კაროჩე ის არის. თუ შეიძლება რა. და ანუ შევუკვეთეთ რაღაც რაც უნდა და მეც რაც მინდოდა ის შევუკვეთეთ. ბუნებრივი. კი რა თქმა უნდა და ოფიციანტი მოვიდა, ბიჭი იყო. და ამან ის თავს ყურთერთო მეთქი რა ხო არ დაკვადიჟოთ რა ფილმზე გაგიშვებთ რაღაცა ყავას დაკვადიჟოთ ანუ იმად დაიწყეს ლაპარაკი? ერთმანეთში დაიწყეს ფაქტობრივად მირტაობა და მინტანი მოვიდა და გამარჯობა ლამაზო. მინტანი რომ ანუ თან როგორ იცი ანუ ხო იცი აი უხეშად რო იცი ხოლმე ხო რავი წაიღეს და მე იმავსტი ანუ უაზრო ისინი დაიწყეს და მეთქი ანუ ხომშვიდობა თუ ხარ წავიდე მე დავალ თუ გიდა არ მაქვს პრობლემა რაღაცა იქ ამას ეუბნები მიმტას ხო? ორივეს ვეუბნები ორივეს მეთქი გადაგიხდით ეს ხინკალის თქვენ ჭამეთ რავი ვიცავს თქვენ ჭამეთ ანუ ხერხულად იგზენ თავი რა ხო ვიხდი რა მე რაღაცა შევუკეთეთ მე ბოლოს ერთად დარჩნენ ისინი? არ ვიცი მე წამოვედი მე ჭამეს მომდა წამოვედი ახლა ხო არ დავეულდებიან მახსოვს ზუსტად რამდენი ხინკალი შეხვდა და რამდენი ის ოკეი დავიდე მარიამ შენ რამე ყოლებს გავახსენდა ერთი ისეთი სიტუაცია აფთიაქში მინიატურა მოკლედ გავყევი ერთხელ ერთ ბიჭს ანუ მაგრამ არ იცნობ არა როგორ თემა იყო იცი აცადე ანუ გამოყოლა მთხოვა მოკლედ შევხვდით რაღაცა რა ერთი ორი ვილაპარაკეთ და ანუ საქმე მაქვს რაღაც პატარა შეგიძლია გამოვყვევ კი გავიდეთ ატასაზე დამიდექი რა მაგრამ რაღაცა გამოვყევი. ანუ წავედი მე უცბად ვიფიქრე რაღაცა ისეთი ხო არ არის სიტუაცია. რაღაც დახმარება ხო არ ჭირდება მე უცბად ჰოპა რაღაცა და გული ჩახ. ეგრე ეხმარები ხავს? ჰოპა! ბებოის დამივარდა პარკი და ჰოპა! რა ხდება? ხო და ლომბარდი წავედი. რაღაცა ლომბარდი. აგერ ჭირდა ლომბარდიაში რაღაცები ჩავა. არა რა. ამიტომში საჭმელი მე გადავიხარ. მე მეგონა ამას ხოვა რაღაცა. მაგრამ ტელეფონი ძალიან გინდა. აი იმენა ჭირდება. ერთი ორი დღე და ხო დაგიბრუნებ რა. მაქსიმუმ 3 დღე და გამოვიდა. წავედით? ვიმესიჯოთ. აბარა რაღაცეები. რა ჩაბარა? ანუ გარეთ ვიდექი არ შემიჭა არ ვეცადე არ მეინახა მაგალითად რა არ მითოდა უფრო გულის დაწყვეტა მაგალითად რა ოკეი და მე იქით რაღაც ბოქსი ან პარკით მიქონდა რაღაცები თირკმელები და ჩანთაში ედო რაღაცები გზაში წვეთავდა ხო და ანუ გზაში მე მოშივიდა და სამშაბათს მოვუყიდე აუ კაი აი თირკმელები რო ჩაივერები შვენიერი მე გქონდათ კიდე შეხვედრა სამწუხაროდ კი სამწუხაროდ კი გამოტანის დროს ხო რომ სამუთები დაჭირდა მოწვი რა ოკეი მე ახლა დაგისახავთ რაღაც სიტუაციას და შენ ირაკლი უნდა დაბატიჟო მარიამი პაემანს ოღონდ სიტუაცია არის შემდეგი ნებისმიერ სიტყვა ნებისმიერ ფრაზა უნდა წაიმღეროთ ანუ რაღაცა გამარჯობა გოგონი ანუ რაღაც ეგეთი უნდა იყოს რა ყველა სიტყვა აბსოლუტურად სიტუაცია არის შემდეგი ანუ ლომბარდთან ანუ შენ რაღაცა სახაზე მე თამაში მოკლედ ლომბარდში გინდა რომ ჩააბარო რაღაც ძველი ლეპტოპი ფული გჭირდება ხო ის გაქროქია სესხი გაქვთ დაუშვათ იმ დღეს ანუ დღეს გადასახდელი და ფული გჭირდება სასწრაფოდ ლომბარდთან ხდება მარიამი მოგეწონა
გინდა რომ დაპატიჟო პაემანი, იყიდებ სესხს და გინდა სადღაც დაპატიჟო დასხდეთ. ბოლო შენს ფულს ახარჯავ მარიამს. და უნდა გაიცნო და უნდა დაპატიჟო პაემანს. ვაუ, რა მაგარი გოგოა. ეფექტების დაიდო. Zamut zavide ta რესტორანში. უკაცრავად თქვენ დრაზე ხართ მოსული. ვიღავი მისული და ჩავაბარე ლეპტოპი. დამერით შემიძლია დაგეხმაროთ. რით და შეკვეთას რომ მიცემი ხანა პატარა ხინკალი, პატარა ქავავი, პატარა იგი იქნება და ჩამოთ ერთად. რისი კომპლექსი გაქვთ? დაპატიჟო უნდა. უკვე ხო დაპატიჟე. არ იყო ეგ დაპატიჟება. წამოხვალ პაემანზე. ზურად. ჯიგარია რა. მე ვიხდი. კარგი. საქმე გყავართ. აქვე კაი ზავიძენია ვიცი. ჩაუსდეთ რაღაცა იქნება რა. აი ბოლოს ამინდა გთხოვოთ მოკლედ ირაკლი შენ რას ურჩევდი ბიჭებს როგორ მოიქცნენ გოგოებთან როგორ დაუახლოვდნენ როგორ ნუ უხეშად ვიტყვი არ მიყვარს ეგ სიტყვა დაკერონ ისეთია რა ანუ როგორ მოაწონონ თავი რა გოგოებს პირველ რიგში იყვნენ ბუნებრივები ეგ თავარია იმიტომ რომ აი და საწყის ეტაპზე რო რაღაცებს ესეთი ტიპი ჩვენ ხოლმე ბოლოს იგიმინი ეგეთი ტიპი ჩვენ ხა როგორი იგიმინი ბილიარდს რო თამაშობს არა იგიმინი სვოიაქს რო აკეთებს მეორე ხო არ გამიკეთები ეს თავარი ეგ არის და ერთგულება რა არ მოატყუოთ ერთმანეთს თავარია არც გოგოებმა და არც ბიჭებმა მაგრამ ბიჭებზე უნდა მეთქვა ხო ბიჭებო არ მოატყუოთ გოგონებს თორე გოგოებმა მოატყუა კი იბატონ მარიამ შენ რას ეთყოდი გოგოებს როგორები უნდა იყვნენ ბიჭებთან მიმართებაში დავი თქ ბუნებრივები როგორებიც მადლობა რავი ამ ისაღებია ბუნებრივები და ძირითად შემთხვევაში უნდა ცოტა დაიკიდონ რა ბიჭები აი სიტუაცია და მოდუნ ნაის მოდუნდნენო ოკეი კი ბატონო დიდი მადლობა ირაკლი, დიდი მადლობა მარიამი, დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა რა თქმა უნდა რა, ბევრი მადლობა, მაგრამ მიწევს აუცილებლად უნდა თქვა მადლობა თქვენ. გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად. დაალექთ ეს ვიდეო. და ასევე თუ გექნებათ სურვილი მონაწილეობის, შეგიძლიათ მომწეროთ ამ Instagram-ზე, თუ არ დამეზარა ამოვანათებ. და რა ვიცი, შემდეგ ჩაწერაზე შეხვდებით. თუ უბრალოდ დასწრებაც გინდათ, ეგეც არაა პრობლემა, დასწრება უფასო არის, შეგიძლიათ მოხვიდეთ და უბრალოდ იხარხაროთ. აგერა, წლეთ სიცილით. ხო, მე ვიყავი ოთო, ეს იყო დეითობანა, ვიყავი ისევ და ისევ -1 ბარში. შეხვდებით მომავალ კვირას.